ეს არის მინი პოდკასტი. მე ვარ მარიამი. დღეს ვისაუბრებთ მენტალურ ჯანმრთელობაზე ახალგაზრდებში და ჩვენი სტუმარია ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი ბატონი შოთა ბერულავა. გამარჯობა. გამარჯობა და მადლობა მოწვევისთვის. კარგი, დღეს ვისაუბრებთ მოდი მენტალურ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და რა არის მენტალური ჯანმრთელობა და რა კავშირშია ის ფიზიკურ ჯანმრთელობასთანაც. კარგი თემით დავიწყებთ და მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით პირველ რიგში და ხო დავიწყოთ მაგ ტერმინის განმარტებით, იმიტომ რომ ხშირად არის რომ მენტალურ ჯანმრთელობას ახსენებენ პოდკასტებში, ვიდეოებში, თუმცა სხვადასხვა რამეს შეიძლება გულისხმობდნენ ფსიქოლოგები. იდეაში რომ ეხა დავსერჩოთ რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობა, შეიძლება ბევრი სხვადასხვა განმარტება ვნახოთ. და ეს განმარტებები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფსიქოთერაპიული ან თეორიული სკოლის წარმომადგენელი ფსიქოლოგი განმარტავს თუ რა არის მენტალური ჯანმრთელობა. ამიტომ ეხა რაღაც უნიკალური ერთი განმარტება, რო ვთქვა, რაც იქნება ყოვლის მომცველი, ცხადია არ გამომივა. ამიტომ მე ვეცდები, რომ ჩვენი საუბრისთვის ყველაზე რელევანტური რაც შეიძლება იყოს, ამას შემოგთავაზებთ და თან ისეთი ფსიქოთერაპიული და თეორიული მიმართულების წარმომადგენლის განმარტებას გამოვიყენებ, რომელიც ჩემთან უფრო ახლოს დგას. ცოცხალია ეგეთი ფსიქოანალიტიკოსი ამერიკელი ნენსი მაკ-უილიამსი, რომელმაც ეგეთი განმარტება შემოგთავაზა, რომ მენტალური ჯანმრთელობა არის ერთგვარი სპექტრი ჯანმრთელობიდან რაღაც ჯანმრთელობის პრობლემებამდე. ოღონდ ეს სპექტრი გულისხმობს იმას, რომ თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვს ადამიანს, ეს ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი უყვარდეს, ითამაშოს და იმუშაოს. ანუ ამ განმარტებაში კარგად ჩანს, რას გულისხმობდა თვითონ ეს ფსიქოანალიტიკოსი და იდეაში მენტალური ჯანმრთელობის მთელი არსიც კარგად თამაშდება. ანუ მე თუ შემიძლია სოციალურ ცხოვრებაში, ემოციურ სფეროში და ურთიერთობებში ზოგადად რო ვთქვათ, ვიფუნქციონირო და პრობლემები არ მქონდეს, მეტნაკლებად ცხადია და გარდა ამისა, მე გამომკლავდე დისტრესებს, რაც მაქვს ცხოვრებაში, ასევე შემეძლოს საკუთარ შინაგან გამოცდილებებზე, შინაგან მდგომარეობაზე დაკვირვება, სხვების მიმართ ემპათიის გამოხატვა. მაგ შემთხვევაში მეტნაკლებად შემიძლია ესე იგი კომფორტულად და ფუნქციურად ვიგრძნო თავი ყოველდღიურობაში. თუმცა ეს არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში პრობლემა არ უნდა ჰქონდეს ადამიანს. არა, ცხადია ეგრე არ არის. ყოველდღიურად ჩვენ ვაწყდებით უამრავ გამოწვევას ემოციურ სფეროშიც, სოციალურ სფეროშიც, უბრალოდ მთელი არსი მენტალური ჯანმრთელობის ამ განმარტების არის ის, რომ რამდენად შეგვიძლია ამ ყველაფრის მიმართ ვიყოთ ტოლერანტულები, ამტანები და რამდენად შეგვიძლია გადავამუშავოთ ის სტრესები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრივია რომ ხდება. რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს, როგორ არის ან არის თუ არა დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობა ფიზიკურთან. ეს საკითხი ჯერ კიდევ ბევრი 1000 წლის წინ აინტერესებდათ მეცნიერებს, სანამ ფსიქოლოგია როგორც მეცნიერება შეიქმნებოდა. და აი რო გადავხედოთ ახლა საუკუნეების მიხედვით რაღაც საკითხებს, რასაც თუნდაც ანტიკურ ხანაში ან შუა საუკუნეებში იკვლევდნენ, ის არ იყო მაშინ ფსიქოლოგიის საკითხები, უბრალოდ დაგროვდა რაღაც ცოდნა და შემდეგ 19 საუკუნეში როგორც ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, როცა დაფუძნდა უხეშად რო ავიღოთ ეგ თარიღი, აი მაგის მერე უკვე ვიცით ჩვენ, რომ აი შუა საუკუნეებში მოღვაწე მაგალითად ერთ-ერთი მეცნიერი ავიცენა, ეგრე ქვია, თუ იმედი არ მეშლება, ატარებდა ეგეთ ექსპერიმენტს. მან შეკრიბა ცხრების ორი ჯგუფი, ერთ ჯგუფს გამოყვებავდა ჩვეულებრივად ბუნებრივ ადგილას, მეორე ჯგუფს ცხრებისას ყვებავდა ისეთ ადგილას, სადაც ორი ახლოს იყო მგელი. რაღაც პერიოდის მერე მიუხედავად იმისა, რომ ის ცხრები, რომლებიც მგელთან იყვნენ ახლოს, უფრო მეტ საკვებს იღებდნენ, წონაში იკლებდნენ და ბოლოს მოკვდნენ. ანუ ავიცენამ აღმოაჩინა, რომ სტრესს გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ცხადია, ავიცენ არ იყო ალბათ არც პირველი და არც უკანასკნელი, ვინც ამ საკითხებს იკვლევდა, უბრალოდ ვამბობ, რომ საუკუნეების განმავლობაში ამ საკითხზე, რომ რაღაც გაგებით ჩვენს ემოციურ მდგომარეობას ფიზიკურზე აქვს გავლენა, ინტერესდებოდნენ ადამიანები. თუმცა
ყველაზე ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ ეს საკითხი შეისწავლეს მე-20 საუკუნეში, როდესაც ასპარეზზე გამოდის ზიგმუნდ ფროიდი, ფსიქოანალიზის დამფუძნებელი. არ იყო რა თქმა უნდა ფროიდი ერთადერთი იმ პერიოდში, თუმცა მან ყველაზე კარგად შეძლო, ვფიქრობ, ამ საკითხის ჩამოყალიბება და შესწავლა. და რას ნიშნავდა ეს? ფროიდის კლინიკურ პრაქტიკაში პაციენტებზე დაკვირვებით მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ პაციენტს ჰქონდა ფიზიოლოგიური პრობლემა, ჯანმრთელობის პრობლემა, სხეულებრივი, თუმცა ექიმები ამბობდნენ, რომ წესით არ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს პრობლემა. ანუ სამედიცინო თვალსაზრისით ეს ადამიანები იყვნენ ჯანმრთელები. თუმცა ვერ გაიგეს სად იყო აბა პრობლემა. და ფროიდმა თავისი კვლევის მეთოდით, თერაპიული, ესე ვთქვათ, კლინიკური პრაქტიკის გამოცდილებით და აი ამ მუშაობით აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ პაციენტების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა გამოწვეული იყო მენტალური სფეროდან. მათი წარსული გამოცდილებებიდან ამ შემთხვევაში და ზოგადად რო ავიღოთ აი მენტალური ჯანმრთელობის სირთულეებმა გამოიწვიეს ფიზიკური სირთულეები. და ასეთ პრობლემებს დაერქვა ფსიქოსომატური პრობლემა. ეს ტერმინი ფსიქოსომატიკა გულისხმობს იმას, რომ ფსიქიკის და სხეულის ერთგვარი გაერთიანება და კავშირია. და ეს ტერმინი ფაქტიურად ამ ორ რაღაცას, ამ შემთხვევაში ფსიქიკას და სხეულს ერთმანეთს უკავშირებს. და ამბობს, ფსიქოლოგია ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს შეიძლება ჰქონდეს მენტალური ჯანმრთელობის სირთულეები, რამაც გამოიწვიოს შემდეგ უკვე ფიზიოლოგიური პრობლემებიც. მე მაინტერესებს თქვენი პრაქტიკიდან, თქვენი მუშაობის გამოცდილებიდან ან დაკვირვებებიდან, ყველაზე ხშირი პრობლემები მენტალური ჯანმრთელობის კუთხით რა არის დღეს საქართველოში, ან ბოლო პერიოდში და ყველაზე ხშირი მომართვიანობის მიზეზი რა არის ხოლმე? ხო, ეხლა ძალიან ამბიციური იქნება განცხადება, რომ მე რასაც ვიტყვი თქვა, რომ ეს არის ყველაზე ხშირი პრობლემა, იმიტომ რომ ყველა ფსიქოთერაპევტის სახელით ცხადია ვერ ვილაპარაკებ. უბრალოდ ერთი ფსიქოლოგის დაკვირვებით და ერთი ფსიქოთერაპევტის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მაგალითად ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც არის შფოთვის მდგომარეობა, სტრესი, ოღონდ ეს დაკავშირებული არის ცხადია იმ სოციალურ და კულტურულ კონტექსტთან, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ რეალობიდან გამომდინარე, ადამიანებს აქვთ შფოთვის მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია გაურკვევლობასთან. და ალბათ დაუცველობასთანაც. ცხადია, ერთ-ერთში. ანუ ეს გაურკვევლობა პირველ რიგში იწვევს ზუსტად მაგას, რაც თქვენ ახსენეთ იდეალურად. ანუ ეს შფოთვა შემოდის იქიდან, რომ ერთი მხრივ შენ არ იცი რა ხდება ახლა და არ იცი რა მოხდება და ეს ფაქტობრივად მე იწვევს აი დაუცველობის და ესე ვთქვათ სისუსტის თუ შიშის მდგომარეობას. და არც ის არის გასაკვირი, რომ მაგალითად ადამიანებს ურჩევნიათ შემდეგ უკვე მაგალითად ამ რეალობიდან წავიდნენ და მათთვის უფრო უსაფრთხო გარემოში გააგრძელონ ცხოვრება. ქვეყანა დატოვონ, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბოლო 2 წლის განმავლობაში ალბათ ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, განსაკუთრებით თუ ავიღებთ რაღაც 20, 30, 40 წლის ადამიანების შემთხვევაში. კიდევ ერთხელ მე არ შემიძლია რომ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს რომ განვაზოგადო ეს და ვთქვა რომ აუცილებლად ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, თუმცა მე რასაც ვაკვირდები, რასაც ვკითხულობ, ჩემი ირგვლივ რასაც ვუყურებ, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა სწორედ ეს არის რომ ახალგაზრდებს აქვთ დაუცველობის განცდა ერთი მხრივ და ის ესე ვთქვათ არ გაურკვეველი მომავლის შიში და შფოთვა, რაც მათთვის დისკომფორტს იწვევს და შემდეგ იღებენ მათთვის უფრო უკეთეს გადაწყვეტილებას. და ფაქტობრივად ეს მენტალური ჯანმრთელობა ზოგადად ადამიანებში იქნება ეს ახალგაზრდა თუ ასაკოვანი დამოკიდებული ალბათ იმ გარემოსთან, რაშიც ცხოვრობს და ეს ყველაფერი ალბათ სხვადასხვა ქვეყნებს განასხვავებს მათი პრობლემების, მენტალური პრობლემების მდგომარეობით, ხო? იმიტომ რომ განვითარებად ქვეყნებში სხვა პრობლემა, განვითარებულ ქვეყნებში სხვა პრობლემა იქნება და მესამე მსოფლიო
ქვეყნებში ალბათ კიდე სხვა პრობლემები იქნება, ხო? კი, ნამდვილად ესეა, რაღაც კროს-კულტურულ ჭრილში თუ შევხედავთ, რაღაც დიდ სურათში თუ დავინახავთ, ცხადია, რომ მე რაც ვახსენე სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი დიდ გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ის ქვეყნები, სადაც პირობითად ჯანდაცვის ელემენტარული ჯანთაცვის სისტემა უკეთესად არის ფორმირებული, უფრო გამართულია, ლოგიკურია, რომ იქ შესაძლოა მათ შორის მენტალური ჯანმრთელობის კუთხითაც ნაკლები გამოწვევები იყოს, ან განსხვავებული გამოწვევები იყოს და მაგალითად ჩვენთან სხვა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის რაღაც უნივერსალური სირთულეები, მათ შორის ასაკთან მიმართებაში, რაც შეიძლება ყველგან ვლინდებოდეს. ეხლა მაგალითად, აი შარშან რო იყო Netflix-ის სერიალი Adolescence, რო გამოვიდა, მანდ იყო აღწერილი ბრიტანეთში 15 წლის ბიჭი, რომელმაც თანაკლასელი მოკლა. და იქ ამ სერიალში, მინი სერიალში იყო აღწერილი რაღაც სირთულეები, რასაც იმ წუთას ბრიტანელი თინეიჯერი აწყდება თავის ცხოვრებაში, თავის სოციალურ კონტექსტში, თუმცა თუ ვნახავთ იმ სერიალს, აღმოვაჩენთ, რომ ის რაც იქ ხდება, რეალურად საქართველოშიც მეორდება ხშირ შემთხვევაში. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ უნივერსალური რაღაც პატერნები ყოველთვის ვლინდება ხოლმე. კი. და მაინტერესებს, აი, მაგალითად, ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე რამდენად აქვს გავლენა სწავლას, თუნდაც კარიერულ განვითარებას ან თვით დამკვიდრების მცდელობას საზოგადოებაში და მე მაგასთან ერთად ჩნდება ხოლმე ის ფაქტორი, რომ კონკურენციაში შედის სხვა ახალგაზრდებთან, რომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი თუნდაც კარიერაში, ან სამეგობროში, ან სოციუმში და შეიძლება ქონდეს ხოლმე ის მომენტი, რომ აი თავისი თავი შეადაროს სხვას და რომ დაინახოს განსხვავებული მოცემულობა, რომ თვითონ აი რაღაცა კონკრეტულ ადგილზეა განვითარების ეტაპზე და თავისი თანატოლები სხვაგან არიან, შეიძლება მაგანაც რაღაც მხრივ მოახდინოს, ხო, გავლენა. ეხლა თქვენ ფაქტობრივად ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის განვითარების თეორია აღწერეთ თქვენი სიტყვებით. ანუ იდეაში ჩვენი პიროვნული განვითარება, ადამიანების პიროვნული განვითარება იწყება ღრმა ბავშვობიდან, სადაც ოჯახში, ვიწრო სოციუმში ჩვენ ხშირ შემთხვევაში ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე გენიოსები, ყველაზე კარგები ვართ, მაგრამ მე როდესაც შევდივართ ან ბაღში, ან პირველ რიგში ალბათ სკოლაში, იქ აღმოვაჩენთ, რომ ეს გენიოსი და ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ყველა აქებდა, ან არ აქებდა, მაგრამ ავიღოთ შექების ამბავი, ერთ-ერთია და არა ერთადერთი. და ის ყურადღება, რომელიც შეიძლება ვიწრო სოციუმიდან მანამდე მას ჰქონდა, spotlight-ში იყო, ეხლა აღარ არის და ის მინიმუმ 18, 15, 20 მისი თანატოლია, რომელიც კონკურენციაში შედის მასთან. ეს კონკურენცია მასწავლებლების მხრიდან ყურადღებასაც მოიცავს და პლუს ამას, რა თქმა უნდა, შეფასების ნაწილსაც. ხო, სკოლის ასაკიდან ვიღებთ ჩვენ ქულებს, შეფასებას და ის ქულის მიღების ამბავი, როცა სკოლაში მეხუთე კლასის მეორე სემესტრიდან შემოდის, არის ერთ-ერთი ყველაზე სტრესული პერიოდი მოსწავლეებისთვის. რატო? იმიტომ რომ მაგ დროს ხდება ერთგვარი კატეგორიზება. უხეშად რო ვთქვა 10-ოსნების, 8-ოსნების, 5-ოსნების და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს სიმბოლოები, ქულები, რაც სინამდვილეში იმისთვის არის, რომ მის უკან რაც დგას ის ასახოს, ქულის არსიცხვეა, ხო? მოკლე რაღაც კონკრეტულ პერიოდში აღწეროს თუ რა გააკეთე შენ აკადემიური მიმართულებით. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასე არ ხედავენ ხოლმე მოზარდები ამ ქულას და საუნივერსიტეტო სივრცეშიც გრძელდება იგივე, ხო? 100 ქულიანი სისტემა და შენი მიზანია კონკრეტული ქულის მოპოვება და ამ სივრცეში შენ კონკურენციაში შედიხარ სხვა ადამიანებთან. და თქვენ რაც ახსენეთ, თვით დამკვიდრების სტრატეგიები განსხვავდება. ცხადია, რომ სკოლაში აბსოლუტურად სხვა სტრატეგიებს ვიყენებთ და საუნივერსიტეტო სივრცეში სხვა. თუმცა იმის დამიხედვით ჩვენ რამდენად შეგვიძლია ამ სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება, ან რამდენად შეგვიძლია ვიყოთ ტოლერანტულები იმ სტრესის მიმართ, რაც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, აი მენტალური ჯანმრთელობის იმას განმარტებას დავუბრუნდეთ. ამის მიხედვით განსხვავდებით ჩვენ მე შეგვიძლია თუ არა აი ამ კონკურენციაში მეტნაკლებად კარგად შესვლა. იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც კონკურენციაში უბრალოდ არ უნდათ შესვლა, აბსოლუტურად როგორც კი ხედავენ რაღაც სივრცეს, სადაც ვინმეს უნდა შეეჯიბრონ, არა პირდაპირ, არამედ ირიბი ფორმითაც კი, ისინი უარს ამბობენ ამაზე. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დგებიან ესეთი გამოწვევის წინაშე. მათი მოლოდინები და რეალობა ზოგჯერ არის აცდენილი ერთმანეთთან. მაგალითად, სტუდენტები, რომლებსაც შეიძლება გონიათ, რომ რაღაც ქულას მიიღებენ, ან არიან ესეთები და ესეთები. აღმოაჩენენ ხოლმე, რომ თურმე ის შედეგი, რაც დგება, ის არ არის, რაც მათი მოლოდინი იყო.
ამ დროს ახლა იმის და მიხედვით რომელ თეორიას მივყვებით, არსებობს სხვადასხვა ესე ვთქვათ განსაზღვრება, განმარტება, რა ხდება ჩვენ გონებაში და რა გამოწვევების წინაშე დგას ადამიანი. ერთ-ერთი აი ამ ესე ვთქვათ თეორიის მიხედვით, რაც მე ძალიან მხიბლავს, ადამიანი დგება არჩევნის წინაშე, როდესაც ჩემი მოლოდინები და რეალობა არის აცდენილი ერთმანეთთან. რა შეიძლება გავაკეთო? ერთი, რომ მე ყველაფერი დავაბრალო გარემოს და სხვა ადამიანებს, მეორე, მე ხელი ჩავიქნიო იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებდი და აღარ გავაკეთო ეს ყველაფერი და გავჩერდი აბსოლუტურად გავიყინო და მესამე, მე ვნახო, რომ თურმე რაღაც მაკლია, რომ ის შედეგი დამდგარიყო, რაც მე მინდოდა რომ დამდგარიყო. შესაბამისად მე დავიწყო მუშაობა საკუთარ თავზე, რომ შემდეგ ჯერზე იგივე შედეგი არ დადგეს და უკეთესი რაღაც გავაკეთო. ეს მესამე სათქმელად ყველაზე ადვილია, უბრალოდ ყველაზე რთულია მაგის გაკეთება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს რაღაც შედეგებზე პასუხისგებლობის აღება. აი ეს პასუხისგებლობის აღება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნული თვისება, რაც ხშირად გვაკლია ხოლმე და მოდის ღრმა ბავშვობიდან. როცა რაღაც სირთულებს ყოველთვის ვაბრალებთ ხოლმე სხვას და გარემოდანაც ხშირად შეიძლება მოდიოდეს იგივე უკავშირი. როცა ამ პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებელი არის ხოლმე სხვა ადამიანი. ჩვენ არ ვაგვარებთ და ისინი გვიგვარებენ ყველაფერს. კი, აი ეგ უნდა მეთქვა, როცა გარემოში არიან უფროსები, რომლებიც აგვარებენ ამ საკითხს, ან ისინი ისეთ უკავშირს გვაძლევენ ჩვენ, რომ ჩვენ ბრალეულობა საერთოდ არ ვხედავთ. ვიღაცის იმის ბრალი იყო, აი ეს არ გაგიმართლა და ასე შემდეგ. ანუ იქ არ ხდება ისეთი ასაკის შესაფერისი უკავშირის მიცემა ისე, რომ მოზარდს ბავშვს და შემდეგ ზრდასრულ ადამიანს ქონდეს უნარი, რომ სწორად გაიაზროს, სად არის პრობლემა. შეიძლება მართლა იყოს გარემოში ცხადია პრობლემა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ ავტომატურად იქეძებო ყველა ტიპის გამოწვევაზე ახსნა და პრობლემის სათავე იქეძებო, ხო? შესაბამისად, თქვენ კითხვასო დაუბრუნდეთ, თვითდამკვიდრების პროცესში აი ეს სირთულეები როცა იწყება ჩვენს ემოციურ ინტელექტს, ჩვენს შესაძლებლობას დაუკვირდეთ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, რამდენად შეგვიძლია ჩვენს ემოციურ მდგომარეობას დავაკვირდეთ, ეს უნარი დიდწილად განსაზღვრავს იმას, რამდენად ვიქნებით მაგალითად სტრესის მიმართ რეზისტენტულები. ან იმ გამოწვევის მიმართ, რომელიც სოციალურ კონტექსტში ჩვენ გვაქვს. სხვებთან კონკურენციის ამბავში, თავის დამკვიდრების ამბავში თუ ასე შემდეგ. იმიტომ რომ თუ კი მაგალითად მოსწავლეებისთვის, თავის დამკვიდრებისთვის რაღაც სტრატეგიები არსებობს, იქნება ის მოძველბიჭო ელემენტების და აი ამ ქცევის შემოსვლა თუ აკადემიური მიმართულების წარმატება, საუნივერსიტეტო სივრცეში შეიძლება სხვა მოცემულობის წინაშე დადგეს სტუდენტი. ამიტომ მას სჭირდება პირველ რიგში საკმარისად განვითარებული უნარები იმისთვის, რომ აი ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. კი და მაინტერესებს სად გადის ბალანსი კონკურენციას შორის, აი ჯანსაღ კონკურენციას შორის და უბრალოდ თვითკრიტიკას და აი ხელის ჩაქნების მომენტზე, იმიტომ რომ ну, რა თქმა უნდა, თუ გინდა რომ განვითარდე, უნდა აღიქვა ობიექტურად შენი გარემო, რა ადამიანებთან გიწევს კონტაქტი და რაღაც მომენტში მაინც უნდა შეადარო შენი შესაძლებლობები და შენი უნარები სხვებს, რომ მიხვდე, რომ აი რაღაც ეტაპზე იმყოფები და გინდა განვითარდე, მაგრამ აი სად უნდა გაიაროს ზღვარმა ისე, რომ ეგ ამბავი არ იყოს ახალგაზრდებისთვის დამაზიანებელი და არ მოუნდეთ ხელის ჩაქნება, რომ აი სხვები ყველანი ჩემზე კარგი არიან, მაგალითად და რაღაცები არ შემიძლია, ხო? ანუ ეგ მომენტი რო არ დადგეს, შევიდეს ახალგაზრდა ადამიანები ან მოზარდები ჯანსაღ კონკურენციაში, ისე რომ არ დააზიანოთ ადამიანის მენტალური მდგომარეობა. ძალიან საინტერესო კითხვა, უბრალოდ რთულია მაგაზე პასუხი, რომ ეხლა გაგცეთ და ვეცდები და ვნახოთ რა გამომივა. ანუ იდეაში ეგ სად უნდა დავინახოთ განსხვავება ზედმეტ თვითკრიტიკას ან სხვებზე გადაბრალებასა და ჯანსაღად ანალიზს შორის, ბევრ ფაქტორზეა ალბათ დამოკიდებული. ერთი უკვე რაც ვილაპარაკეთ ჩვენს პიროვნულ თვისებებზე, რამდენად გვაქვს გარკვეული უნარები განვითარებული, იქნება ის შეფასების ნაწილში, იქნება ის თუნდაც თვითშეფასების მოცემულობა და ეს საკითხი ძალიან ყბადაღებულია, თვითშეფასება ძალიან არასწორად არის ხშირად განმარტებული. თუ იქნება ის გარემო, როგორ გარემოში ვართ ჩვენ. ანუ მაგასაც ალბათ აქვს და იმ გარემოში როგორი ადამიანები არიან, მათ შორის ის ადამიანები, ვისთანაც შევდივართ ჩვენ კონკურენციაში. იმიტომ რომ ხანდახან ჩვენი წარმოდგენა ჩვენ თავზე და სხვა ადამიანებზე არ არის ობიექტური, ხო? შესაბამისად,
იქ განვითარებული პროცესები და დამდგარი შედეგები ხშირად ჩვენ გვიქმნის ილუზიას, რაც მერე გვიშლის ხელს, რომ რეალურად განსაზღვროთ ეს რაღაც გაგებით ჩვენი ბრალი იყო, თუ რაღაც დავაკელით, თუ გარემოში იყო რაღაც სირთულე. ეხლა საბოლოო ჯამში გავურბივარ თქვენ კითხვაზე პასუხს, ეგრე გამომდის, იმიტომ რომ კონკრეტული პასუხი ალბათ ვერ მექნება. ალბათ ყველაზე ახლო პასუხი, რაც შეიძლება ამ წუთას მომაფიქრდეს, არის რომ ყველაფერი ვერ იქნება შენი ბრალი, მაგრამ ყველაფერი არც გარემოს ბრალი არ იქნება. კი. და როგორ მუშაობს ფსიქოთერაპია ზოგადად და რა დროს უნდა მიმართოს ხოლმე ახალგაზრდამ პროფესიონალს და მისი დახმარება რა მომენტში ჭირდება და ამ დროს როგორ უნდა გადაწყვიტოს ვის უნდა მიმართოს, ვისგან ჭირდება მას დახმარება. ოკეი, ლოგიკური გაგრძელება იმ თემის, რაზეც ვლაპარაკობთ. ცოტა ხნის წინ ერთმა ჩემმა სტუდენტმა მკითხა ესეთი რამე თქვა, რომ სადღაც მოვისმინეო, რომ ვიღაც ამბობდა, რომ ფსიქოთერაპიაზე სიარული უნდა იყოს სავალდებულო. და კარგია აუცილებლად და ყველამ უნდა იაროს. და შემეკითხა, რომ მართლა ესია თუ არ. და ჩემი პასუხი იყო, რომ ცხადია არა. ანუ ფსიქოთერაპია სავალდებულო ვერ იქნება და ფსიქოთერაპიაზე მისვლა დამოკიდებულია ინდივიდის სურვილზე და იმ განცდაზე, იმ წუთას შენ კომფორტულად გრძნობ თუ არა თავს და ფუნქციური ხარ თუ არა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუ შენ ფიქრობ, რომ რაღაც სირთულეები არსებობს, თუ შენ ფიქრობ, რომ შენ გჭირდება პროფესიონალის დახმარება და არ არის საკმარისი მეგობრებთან საუბარი, თუ რაღაც ის სტრატეგები, რაც შეიძლება და ავტომატურად ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე, რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი, თუ ეს არ არის საკმარისი, მაშინ ლოგიკურია, რომ ჩვენ დაგვჭირდეს პროფესიონალთან მისვლა. ოღონდ სირთულე იწყება აქ. იმიტომ რომ სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ვის მივმართოთ. აი მაგალითად ტერმინებს სინამდვილეში შეიძლება ერთი მხრივ არ ქონდეს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ სინამდვილეში აქვს. მაგალითად, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ფსიქოლოგთან უნდა მივიდეთ, ძალიან რომ ჩაუღრმავდეთ, არ არის ეგ სწორი ფრაზა. იმიტომ რომ ფსიქოლოგი არ ატარებს თერაპიას. თერაპიას ატარებს ფსიქოთერაპევტი. გამოდის, რომ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ერთი და იგივე რაღაცას არ ნიშნავს. ფსიქოლოგი არის ადამიანი, ვინც ბაკალავრიატი და მაგისტრატურა ისწავლა და მორჩა. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ შენ შეგიძლია თქვა, რომ ხარ ფსიქოლოგი. ბაკალავრს ვამთავრებ, არ ხარ ფსიქოლოგი. მხოლოდ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ შეგიძლია რომ თქვა, რომ ხარ პროფესიით ფსიქოლოგი. ოღონდ მაგ მომენტში ფსიქოთერაპიის ჩატარების უფლება მაინც არ გაქვს. მაგისტრის ხარისხს რო აიღებ, შენ შეგიძლია უბრალოდ კონსულტირება გაუწიო ადამიანს და არა თერაპია. თერაპია უფრო ხანგრძლივი და რთული პროცესია, უხეშად რო ვთქვათ. ამის შემდეგ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ შენ უნდა მოძებნო შენთვის სასურველი ორგანიზაცია, ფსიქოთერაპიული მიმართულება, იქ გაიარო კიდევ დამატებით წვრთნა და ამის მერე ხდები ფსიქოთერაპევტი. ანუ სინამდვილეში ფსიქოთერაპია მოიცავს ფსიქოლოგიის ხარისხს, კონტ პლუს დამატებით კიდე რაღაცას. უხეშად რო ვთქვათ, ყველა ფსიქოთერაპევტი უნდა იყოს ფსიქოლოგი, მაგრამ ყველა ფსიქოლოგი არ არის ფსიქოთერაპევტი. იმიტომ რომ არიან ფსიქოლოგები, რომლებიც მაგისტრის ხარისხი აქვთ და მერე აგრძელებენ აკადემიურ საქმიანობას, კვლევებში მიდიან და არ უნდა ყველას კლინიკური პრაქტიკა ჰქონდეს, ხო, ლოგიკურია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ფსიქოთერაპიაზე მივდივართ ფსიქოთერაპევტთან და არა ფსიქოლოგთან. მეორე საკითხია, როგორ უნდა მოვძებნოთ ის ადამიანი და სწორი ადამიანი ჩვენთვის. იმიტომ რომ არსებობს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მიმართულება და სხვადასხვა მიმართულება სხვადასხვა რაღაცაზე მუშაობს. უბრალოდ ვიღაცაზე რო გავიგებთ, რომ არის ფსიქოლოგი ან ფსიქოთერაპევტი, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ მივიღებთ იმ სერვისს, რაც ჩვენ გვინდა. ფსიქოთერაპია არის პროცესი, როცა ორი ინდივიდი მუშაობს ერთმანეთთან და ის ცნობილი მინი რო არის, ხშირად მხდება ხოლმე, რომ ორი ადამიანი ზის, ერთის თავში რაღაც აბურდული ბორბალია და მეორეში დალაგებული. ეგ ჩემი აზრით არ არის სწორი ვიზუალი ფსიქოთერაპიის. იმიტომ რომ ფსიქოთერაპევტები არ ვართ ადამიანები, რომლებიც სხვის გონებაში შეუძურებით და თქვენ ვიღაცის არეულ გონებას ვალაგებთ. ესე არ ხდება. ფსიქოთერაპია არის პროცესი, სადაც ორივე ფსიქოთერაპევტიც და კლიენტიც, პაციენტიც ერთად მუშაობენ რაღაცაზე. შესაბამისად, თქვენ ამ შემთხვევაში პაციენტმა თუ რაღაც არ თქვა, მე ვერასდროს ვერ გავიგებ რაღაცას. შესაბამისად, მას რჩევებს ვერ მივცემ. რჩევები არ არის, რჩევის მიცემა არ არის ფსიქოთერაპევტის საქმე. ამიტომ ადამიანებმა ზუსტად უნდა იცოდნენ,
ფსიქოთერაპევტის მოვალეობა, ფუნქცია იპოვონ სწორი ადამიანი, ამაში გულისხმობ იმას, რომ მან ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ფსიქოთერაპევტს აქვს ამ შემთხვევაში ყველა სწორი ნაბიჯი, საჭირო ნაბიჯი გადადგმული, ორგანიზაციის წევრია, რაღაც ასოციაციის წევრია და მასთან მივიდეს სერვისის მისაღებად. როდის უნდა მივიდეს უკვე ვთქვი, რაც შეეხება იმას, რამდენად არის ეს საჭირო ყოველთვის, ეს დამოკიდებულია სიტუაციაზე კიდე ერთხელ. თუ კი ადამიანი ფიქრობს, რომ მის ემოციურ, სოციალურ ცხოვრებაში არის ისეთი გამოწვევა, რომლის დაძლევაც მარტო უჭირს, ცხადია, რომ პროფესიონალთან მისვლა კარგი იქნება. თუმცა არა სავალდებულო. კი, აი თქვენ ახსენეთ, ეს კითხვა რა დავსვი, რომ როდესაც ადამიანი ხვდება, რომ აღარ არის საკმარისი მაგალითად მეგობრებთან რაღაცის მოყოლა, გაზიარება და ვეღარ უმკლავდება თვითონ ამ ყველაფერს, მაშინ უნდა მივიდეს პროფესიონალთან, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში აი ყოველთვის ეგ ვერ მოხდება, იმიტომ რომ არიან მოზარდები, არასრულწლოვნები, რომლებიც თავიანთ თავზე ესე ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას და ვერ მივლენ. შეიძლება ისიც ვერ გადაწყვიტონ, რომ აი ახლა არის ის მომენტი, რომ მივმართო პროფესიონალს დასახმარებლად. ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის მნიშვნელობაზეც მინდა რომ ესაუბროთ, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როგორ უნდა მიმართოს შესაბამის ფსიქოთერაპევტს და თერაპიის განმავლობაში როგორ უნდა იყოს ჩართული, რა ეტაპები არის ამ ჩართულობის. ძალიან კაი კითხვა, იმიტომ რომ იდეაში პასუხისმგებლობა იმისა, მშობელმა უნდა იცოდეს თუ არა რაღაც, ან იმ გამოწვევის წინაშე მარტო უნდა იდგეს თუ არა მოზარდი, რომ თვითონ გადაწყვიტოს თუ უნდა გადაწყვიტოს თუ არა ფსიქოთერაპიაზე მისვლა, ესე არ უნდა იყოს. პასუხისმგებლობა არის ჩვენზე, ფსიქოლოგებზე. ჩვენ უნდა ბევრი ვიმუშაოთ ადამიანების ფსიქოგანათლებაზე, რომ ზუსტად იცოდნენ არასრულწლოვანებმაც და მშობლებმაც, რა დროს რისი გაკეთება შეუძლიათ. მაგალითად, მე მქონია შემთხვევა, როდესაც ჩემთან მოვიდა არასრულწლოვანი და მითხრა, რომ უნდა ფსიქოთერაპიაზე მოსვლა ჩემთან, სულ სხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდი და ესე მითხრა და მე რო უთხარი, რომ ჯერ მშობელთან უნდა გავიარო კონსულტაცია და რაღაცა, მან მითხრა, რომ არ მინდა რომ ჩემო მშობელმა იცოდეს. ჩემი პასუხი იყო, რომ მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ მუშაობის დაწყებას. ანუ პირველი უმნიშვნელოვანესი ამბავი არის, რომ არასრულწლოვანი ვერ მივა ფსიქოთერაპიაზე, არ უნდა მიიღოს ფსიქოთერაპევტმა არასრულწლოვანი, თუ მშობელმა არ იცის. ცხადია, ხელისყრა და გაგდება არ არის საჭირო, უბრალოდ უნდა აუხსნას, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ არასრულწლოვანის ფსიქოთერაპიაზე მისვლა მოიცავს მშობლის ინფორმირებულობას. ერთი ყველაზე მარტივით რო დავიწყოთ, ანაზღაურების საკითხი არის მოსაგვარებელი, ხო? ანუ უფასო ფსიქოთერაპია ბუნებაში არ არსებობს ესეთი. ფსიქოთერაპევტს აუცილებლად ვიღაც უხდის ფულს. არასრულწლოვანის შემთხვევაში ხშირად ეს არის მშობელი. თუ არასრულწლოვანი ისე ივლის, რომ მშობელმა ან ზრდასრულმა მეურვემ არ იცის, ვიღაცამ ხომ უნდა გადაიხადოს ფული. ყველაზე უხეში მარტივი იმისი საორგანიზაციო საკითხები. მეორე არის, რომ არასრულწლოვნების შემთხვევაში სანამ მუშაობას იწყებენ ფსიქოთერაპევტები არასრულწლოვანებთან, კონსულტირებას გადიან მშობლებთანაც. ანუ მშობლებთანაც მიდიან ინდივიდუალურად, მშობლები მიდიან ინდივიდუალურად, საუბრობენ იმ საკითხებზე, ამ პირველად კონსულტირებაზე ფსიქოთერაპევტი აცნობს მშობელს თერაპიის არსს, მიზანს, სამუშაო სპეციფიკას და რაც მთავარია წესებს. წესები მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს და ეს კომპონენტებია, რომ მშობელი ვერ იქნება აქტიურად ჩართული ფსიქოთერაპიის პროცესში, ანუ მშობელს არ უნდა კონდეს მოლოდინი, რომ ფსიქოთერაპევტი ყოველი შეხვედრის შემდეგ ანგარიშს ჩააბარებს მშობელს. ესეთი რაღაცა არ ხდება და სამწუხაროდ ხშირად მშობლებს ეგ უნდათ, რომ ყოველი შეხვედრის მერე ფსიქოთერაპევტმა მოუყვეს რა ისაუბრა მისმა შვილმა. ესეთ რამე არ ხდება, იმიტომ რომ მათ შორის მშობელმაც და თვითონ არასრულწლოვანმაც უნდა იცოდეს, რომ რასაც თერაპიაზე საუბრობს, რჩება თერაპევტთან. რაღაც emergency სიტუაციას თუ არ ჩავთვლით ახლა საკუთარი თავის დაზიანებას თუ აპირებს ან სხვის სიცოცხლის საფრთხის შექმნას გასაგებია, მაგრამ დანარჩენი შემთხვევა იმას რა მოუყვა და გუშინ რა მოხდა და ამან რა იფიქრა, ეგ არ არის არავის საქმე, მათ შორის არც მშობლების. როდესაც იწყება ფსიქოთერაპია, თუ კი მშობელსა და ფსიქოთერაპევტ შორის ეს შეთანხმებები დაიდო და ორივე მხარე იცავს ამ შეთანხმებებს,
დიდი ალბათობა რომ მთელი პროცესი მეტნაკლებად ორგანიზებულად და წარმატებულად ჩაივლის. კომფორტულად იგრძნობს თავს როგორც მშობელი ამ შემთხვევაში, ასევე თვითონ არასრულწლოვანიც. მას ეცოდინება რომ ერთი მხრივ ის მიდის პროფესიონალთან და იღებს ხარისხიან სერვისს და მეორე რომ ამ პროფესიონალს ენდობა, რასაც ეუბნება, ის შინაარსი დარჩება მათთან და ყოველწამდაუწმ თერაპევტი მშობელს არ ჩააბარებს ანგარიშს. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა. ალბათ ამოუწურავი თემაც არის მენტალური ჯანმრთელობა. თუმცა დღეისთვის მე მგონი უპასუხეთ რაღაც კითხვებს და ეხლა ბოლოსკენ მინდა რომ ისაუბროთ რამდენიმე სიტყვით თქვენი ფსიქოლოგიის სკოლაზე, ანიმოტერმზე, ხო? კი. და როგორ შეუძლია დაინტერესებულ ადამიანებს რომ მოგმართონ, ან სად უნდა დაგიკავშირდეთ, ან სოციალური არხები თუ გაქვთ, ამაზეც რო გითხრათ, რომ თუ ვინმე არის დაინტერესებული პირი, რომ დაგიკავშირდეთ. მადლობა ამ კითხვისთვის. ხო, დაახლოებით 4 წელია, რაც მე და ჩემი კოლეგას გვაქვს ეგეთი პროექტი, ფსიქოლოგიის კურს, ერთწლიან კურს ვასწავლით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და ეს არ არის თერაპიული კურსი, ეს არის წმინდა და აკადემიური კურსი, ისინი სწავლობენ დაახლოებით იმას, რასაც აი პირველ კურსზე მეორე კურსელი ფსიქოლოგები სწავლობენ. ან ჩვენი ეს შინაარსი, პროგრამის შინაარსი, რაღაც ახალი ბორბალი არ მოგვიფიქრებია, უბრალოდ რასაც ჩვენ ბაკალავრიატზე ვსწავლობდით, ის შინაარსი ადაპტირება გავუკეთეთ, რომ მოზარდებისთვის გასაგები და სასიამოვნო ყოფილიყო და შევქმნით ეს ერთწლიანი პროგრამა და ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე ილეონის სტუდენტებიც არიან ნაწილი. უმეტესად ჩვენ კურსზე მოდიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ფსიქოლოგიით არიან დაინტერესებული, არა მხოლოდ ისინი, ვინც პროფესიის ამბავში უყურებენ ფსიქოლოგიას. პირიქით, ჩვენ ის გვიხარია ხოლმე, რომ ჩვენი სტუდენტების და კურსდამთავრებულების საკმაოდ დიდი რაოდენობა უარს ამბობს მერე ფსიქოლოგიაზე, ანუ უნდათ ხოლმე ფსიქოლოგიაზე ჩაბარება და მერე გადაიფიქრებენ და ეს ჩვენ გვიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ვაწვდით ზუსტად იმ ინფორმაციას, რას ნიშნავს ფსიქოლოგია, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ მოზარდებს ფსიქოლოგიის პროფესიასთან დაკავშირებით. ჩვენი კურსის გავლის შემდეგ ხვდებიან თუ რას გულისხმობს ეს პროფესია და ხვდებიან რომ შეიძლება ეს ის არ იყოს. ვინც აგრძელებს, მით უმეტეს კიდევ უფრო სიღრმისეულად სწავლობს ამ საკითხებს. გვაქვს ჩვენი Facebook-ზეც და YouTube-ზეც ჩვენი სოციალურ არხებში ჩვენ page-თან დაკავშირებით და ჩვენ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსებული და დაინტერესებულ ადამიანებს ცხადია ველით. ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ, გაგვიზარდეთ ინფორმაცია და მადლობა მინდა უთხრა იგლიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლატორია უნილაბს, რომ არის ჩვენი მხარდამჭერი და გვამარაგებს გადასაღების სივრცის და ტექნიკით. მადლობა.